სოფო ჯაფარიძე, როგორც გითხარით უკვე ჩვენთან ერთადაა. სოფო, თუ ამას გააკეთებენ, ეს იქნება იმის დადასტურება, რომ მოთხში ჩვენ შეგვიძლია გამარჯვება. აი ამას ამბობდა ლებანი საკუთარ დაკავებაზე. რას ფიქრობთ? მოგესალმებით, თამარ, მივესალმები მაყურებელს. დიახ, მე არაერთხელ თქვი და ახლაც თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვთქვა, თუ კი ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, თუ კი ვინმეს მაინც ქონდა აი ოდნავ რყება, რომ აი რა იქნება, გამოვა, არ გამოვა, 4-ში როგორ უნდა დაიწყოს და როგორ უნდა რა იქნება საერთოდ ეს 4-ის თარიღის დაკიდება 1000 რაღაცა სიგიჟების მინეთ ხო დარწმუნდნენ. ხო დარწმუნდით მეგობრებო, რომ დიახ აუცილებლად გამოვა. თუ კი რამის ეშინია დღეს ქართულ ოცნებას, თამარ, ეშინია სწორედ 4 ოქტომბრის. ეშინია ხალხის, ეშინია იმ ზღვა ხალხის, რომელიც აუცილებლად 4 ოქტომბერს გარეთ იდგება და მე ლევანს დავესესხები. დიახ, თუ ერთ ლევან ხაბეიშვილს შეძლებია მშვიდობიანი რევოლუციის, მშვიდობიანი დამხობის მოწყობა, თქვენ ხვდებით რას შეძლებს 100,000-ობით ქართველი ადამიანი? ყველაზე მამაცი, ყველაზე მებრძოლი ქართველი ხალხი, თქვენ ხვდებით რას შეძლებს? დიახ, გუშინდელი დღე იყო დასტური იმისა, რომ დიახ, მშვიდობიანი დამხობა რეჟიმის სავსებით შესაძლებელი არის. ეს იყო სრულიად შეშინებული, დამფრთხალი, მხდალი, გამოშიგნული ხელისუფლების ქმედება, რასაც გუშინ ჩვენ უყურეთ. დიახ, მას მათ ეშინოდათ და ეშინიათ ლევან ხაბეიშვილი და კიდევ უფრო მეტად უნდა ეშინოდეთ. თამარ, იმიტომ რომ თუ ვინმეს გონია, რომ 4 კედელში გამომწყდეული ლევან ხაბეიშვილი იმას ვერ შეძლებს, რასაც გარეთ შეძლებდა, ძალიან ცდებიან, კიდევ უფრო მეტ შეძლებს, კიდევ უფრო ძლიერი, კიდევ უფრო მართლაც არ ვიცი, მოტივირებულიც იქნება, ხო? ნამდვილად ასეა და მოტივაცია არც მანამდე არ აკლდა, მაგრამ ხო, როგორც ნახეთ, ის თავად ამბობდა ამასაც, რომ თუ ჯერ ერთი რატომაც დარწმუნებული იყო, რომ არ დაიჭერდნენ, მაგრამ გუშინ სოფო, აი ახლა ამაზე მინდა რომ გავაკეთოთ აქცენტი. აშკარად იჩქარა ქართული ოცნების ხელისუფლებამ, იჩქარა სუსმა, იმიტომ რომ სასწრაფოდ მოვარდნენ ფორმულას ეზოში, აიყვანეს, ხო? გარდა იმისა, ალბათ თქვენც ეცოდინებათ, იმიტომ რომ შემსწრე იყავით ამ ყველაფრის და რამდენადაც მე ვიცი, ჯერ იყო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოვიდა და აკავეს ეს რაღაცა და მერე მოვიდა კრიმპოლი. ან წარმოიდგინეთ, ქულების დასაწერად ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, რომელი მოასწრებდა ლევან ხაბეიშვილს და აი რო იჩქარეს, კი ბატონო, სრული სიგიჟე ეს არის. რო იჩქარეს, იმაშიც გამოიხატებოდა, რომ რაღაც წარმოუდგენლად ისეთი აბსურდული ბრალი წაუყენეს, რომ მართლა ყველასთვის მოულოდნელი იყო, ალბათ ჩვენ მიჩვეულები ვართ სუსისგან რაღაც აბსურდულ ბრალდებებს და გამოძიების დაწყებას ყოველი არჩევნების წინ თუ რაღაც მოსალოდნელი აქციების წინ სახელმწიფო გადატრიალების, მაგრამ თუ ასეთი აბსურდი იქნებოდა, ალბათ ვერავინ ვერ წარმოედგენდა. ანუ დაიჭირეს, ხო, მერე მოიფიქრეს. ასე იყო, ხო. აი რატო იჩქარეს ასე, თქვენ რა მიზეზს ხედავთ ამის, რომ აი ასე ძალიან ჩქარობდნენ, ისე იჩქარეს დაკავება, რომ მერე მოიგონეს ბრალი, მერე ბურჭულაძეს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მიაბეს და დღეს უკვე გამოვიდნენ და აი უკრაინელები რო დავაკავეთო და რუსეთში რომ მიქონდათო ასაფეთქებელი ნივთიერება, სინამდვილეში რუსეთში კი არ მიქონდათ, აგერ ავლაბარში უნდა მიეტანათ 4 ოქტომბრის. თვითონაც არიან შოკში, თვითონაც არიან სრულ აგონიაში, თვითონაც არიან უკიდეგანოშიში და სწორედ ამას ნიშნავს ის, ნახე, რამდენი ერთმანეთის შეუსაბამო ამბავი მოყევით ახლა თქვენ, ხო? სრული სიგიჟე, ერთმანეთზე მეტი სიგიჟე ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში. ეს არის უკიდეგანოშიშის მათ ყველაზე მეტად ეშინია ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლების, იმიტომ რომ რეალურად მასთი დასაყრდენი ხომ ისინი არიან, მათ ზუსტად იციან, რომ ძალიან ბევრი მათგანი რუსულ რეჟიმს აუცილებლად გაემიჯნება და ამას აუცილებლად ვნახავთ, მე ამაში ვარ დარწმუნებული. ძალიან ბევრი მათგანი იქნება და არის მზად, რომ გაემიჯნოს აი ამ არ ვიცი, აი ამ უკიდურეს უსამართლობას, რაც დღეს ხდება. და ალბათ ესეც არის შიშის მიზეზი. რა ცხადია, ეს არის შიშის მიზეზი არის ყველაფერი ერთად. შიშის მიზეზი პირველ რიგში არის ხალხი, იმიტომ რომ მათ დაინახეს, რომ ლევანმა შეძლო ერთი და ყველაზე მნიშვნელოვანი უპრეცედენტო ერთობა საზოგადოების აი ამ იდეის გარშემო. პირველ რიგში ეშინიათ ცხადია უამრავი ჩვენი მამაცი, მებრძოლი მოქალაქის და
ასევე მათ ძალიან ეშინიათ თავისივე თანაგუნდელების. ოღონდ ახლა ეშინიათ არა მხოლოდ ყოფილი თანაგუნდელების, არსებული თანაგუნდელებისაც კი ეშინია ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ წარმოუდგენელი დაპირისპირებაა მათ შორის და ყოველდღიურად ამას რა თქვა ლევანმა და რა არ ახდა. ხო ყველაფერი ახდა, რასაც ყვებოდა და ისე ცოტა კომიკურად რო წარმოაჩენდნენ ქართული ოცნების წევრები, რომ კაი ახლა ეს რაღაცა ვითომ სასაც რა არ ახდა. ხო ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ლევანმა თქვა. ჯერ კიდევ სად არიან? ჯერ ყველაფერი თავარი სიურპრიზები ელოდებათ წინ, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მithქვამს და ახლაც მინდა ვთქვა, სწორედ ის ადამიანები ჩამოშლიან და დაანგრევენ აი ამ ფსიბოროტის მანქანას, რომლებმაც თავად ააშენეს. აი ამ ბოროტების მანქანას სწორედ ისინი დაამსხვრევენ თამარ. ხო, შეიძლება აუცილებლად 4 ოქტომბერს იქნება. ამიტომ უნდა ვიყოთ ძალიან ბევრი. მე ლევანიც სულ ამბობდა და მეც მინდა ვთქვა, მე პირადად პასუხისმგებლობას ვიღებ იმაზე, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე. მე როგორც ერთ-ერთი მოქალაქე სოფო ჯაფარიძე, არა როგორც რომელიმე პარტიის წევრი ან მხარდამჭერი, აქ უნდა დავივიწყოთ, უკან აღარ არსებობს აღარავითარი პარტია. ეს შემდგომ, როდესაც მივიღებთ თავისუფალ არჩევნებს და როდესაც სამართლიად არჩევნებს, მე ეს უკვე შემდგომი ეტაპია. დღეს უნდა ვიბრძოლოთ ყველამ როგორც თითოეულმა მოქალაქემ, რომელსაც გვინდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. აქ უკვე ჩვენი ქვეყნის გადარჩენა არ გადარჩენაზე არის თამარ საუბარი. იმიტომ რომ ასეთ მძიმე მდგომარეობაში ისტორიულად ალბათ ძალიან ცოტაჯერ ყოფილა ჩვენი ქვეყანა. ამიტომ ბრძოლა იქნება გამარჯვებამდე, მე ვიღებ ჩემ პირად პასუხისმგებლობას, რომ ვიბრძოლებ ბოლომდე, ვიბრძოლებ გამარჯვებამდე და თქვენ მეგობრებო, თქვენ უნდა აიღოთ, თქვენ ყველამ თითოეულმა თქვენგანმა, მათ შორის ვინც ახლა გვიყურებს, თქვენი წილი პასუხისმგებლობა და დიახ დავდგეთ ერთად საქართველოს დროშით ხელში, იმ დროშით ხელში, რომლითაც ყველაზე მეტად ეშინია ბიძინა ივანიშვილს. დავდგეთ ერთად, ჩავჭიდოთ ერთმანეთს ხელი, დავანახოთ ქართველი ხალხის ძალა და აუცილებლად მშვიდობიანად გავისტუმრებთ აი ამ უსამართლო რეჟიმს ჩვენი ქვეყნიდან. კი ბატონო, და სოფო ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ, ვიცით რომ დღეს პოლიცსაბჭოს ხდომა იგეგმება ნაციონალურ მოძრაობაში, აი აქ ნუ ეხა ლევან ხაბეიშვილის პატიმრობის პარალელურად ალბათ გჭირდებათ რაღაც კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება და ასევე აუცილებლად უნდა გკითხოთ სხვა ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერაზე და თანადგომაზე. ჩვენ მოვისმინეთ გუშინ რამდენიმე ოპოზიციონერის, აი ეხლა ზურაგირჩი ჯაფარიძის ზარი გქონდა ციხიდან, სადაც ის სწორედ ამას ამბობდა, რომ ქუჩაში ბევრი ხალხი, ეს არის ის, რისიც ბიძინა ივანიშვილს ეშინია. აი როგორ ფიქრობთ ამ მიმართულებით რა შეცვალა ლევან ხაბეიშვილის დაპატიმრება, იმიტომ რომ თქვენც ახსენეთ იყო აზრთა სხვადასხვაობა 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აი ამ კონტექსტში არ მხოლოდ საზოგადოება, პოლიტიკური ძალებიც ყველა ერთად დადგეთ. პირველ რიგში მოკითხვა ზურას, სწორედ სანამ თქვენს ეთერში შემოვიდოდი, მეც ვუსმინე ზურას განცხადებას, მოკითხვა ზურას და ყველა თითოეულ სინდისის პატიმარს, ბიჭებო, მზია, ნინო, გამაგრდით, იცოდეთ რომ ვიბრძოლებთ ბოლომდე და ძალიან მალე თქვენ იქნებით ჩვენთან ერთად და ბრძოლა იქნება იქამდე, სანამ ყველა ერთად და თქვენ არ იქნებით პირველ რიგში, ეს ადამიანები არ იქნებიან თავისუფლები. მოკითხვა ყველას, გამაგრდით, იყავით ძლიერები და ერთი წამით არ იფიქროთ, რომ როდისმე ერთი წამით მაინც ან უკან დავიხევთ, ან ბრძოლის შეწყვეტაზე ცხადია საუბარიც არ არის, მაგრამ ერთი წამით მაინც რომ ვინმე უკან დავიხევთ, ამაზე არავინ იფიქროს პირიქით, ვიქნებით სწორედ სრულიად ოპოზიცია, ვიქნებით ერთად, ვიქნებით ყველაზე ძლიერები, ვიქნებით ისეთი ერთიანები, როგორიც არასოდეს და აუცილებლად 4 ოქტომბერს დავასრულებთ აი ამ უსამართლობას. თავარი არის რომ ქუდზე კაცი 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე და ეს ბრძოლა დამთავრდება თქვენი და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებით და ვიცხოვრებთ ქვეყანაში, სადაც ვისუნთქებთ თავისუფლად, იმიტომ რომ დღეს რაც ყველაზე შეუძლებელია ამ ქვეყანაში არის თავისუფლად სუნთქვა. აუცილებლად ვიქნებით ყველაზე თავისუფლები 4 ოქტომბრის შემდგომ. და პოლიცსაბჭოზე რა გადაწყვეტილებებს მიიღებთ? ხომ არის პოლიცსაბჭოს შემდგომ აუცილებლად გაგაცნობთ, მე აქედან მივდივარ პოლიცსაბჭოზე და აუცილებლად ცხადია, ყველასთვის იქნება საჯარო ჩვენი გადაწყვეტილება. დიდი მადლობა სოფო და წარმატებას გისურვებთ. მადლობა თქვენ და მალე გავიმარჯვებთ. მადლობა.